დაცისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არის ღმერთ უფალმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ მოსაყვარელმა გილოცავთ დღევანდელ დღეს მე ვფიქრობ რომ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დედის ჩვენი ფარველის მოციქულთა სწორის ქალწული ნინოს ხსენება ჩვენ უშინას თბილოსის შემდგომ რომ ბედნიერი ხალხი ვარ და ერი ვართ რომ ამდენი ზეციური მფარველი გვაქვს ჩვენ და შესაბამისად ანუ ჩვენც ისევე უნდა ვიქცეოდეთ ქართველი ერი როგორც ანუ ჩვენ გვეკადრება. აი მაგალითად არსებობს ესეთი რამ დიდი სვინაქსარი ქვია. მე ადრეც მოვყევი ახლა არ ვაპირებ ამის მოყოლას. ანუ აქ არის აღწერილი ყველა იმ მოციქულის მიმოსვლა, რომელიც ქვეყნებიც ანუ გააქრისტიანეს და შეიტანეს ქრისტეს სიტყვა. და ჩვენ ძალიან დიდარი ხალხი ვართ. ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი, მატათა, თადეოზი, შემდგომ მოდის წმინდა ნინო და იცით აი წესით ადამიანი რო იღვიზებს ყოველდღე სიხარულით უნდა ხვდებოდეს ყოველ დილას, იმიტომ რომ აღარ ჩამოთვლი, ჯერ ცოცხალი რო ხარ, მერე რო შვილები კარგად ყავს, მერე რო ასეთი ქვეყნის შვილი ხარ, ქართველი ხარ, მართლმადიდებელი ხარ, ჩემთვის ტიტულატურა ქართველობა ხარ, არ ვიცი თქვენთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ტიტულია. და როგორ მართლმადიდებელი. ჩემთვის არის საამაყო, აი მე ესე შემიძლია ვთქვა, სიამაყე ხო ცოდვა და ამპარტავნება, ამპარტავანი ვარ, როცა მართლმადიდებელი ვარ. ამპარტავანი ვარ ქართველობაში, ამპარტავანი ვარ იმაში რომ მე ვარ ღვთისმსახური, ბევრი რამე შეიძლება რა თქმა უნდა კაი გაგებით. მე ის რამე და თქვა რომ მოსაწყენად ადამიანს საქმე არ უნდა მქონდეს. რადგან იმ ერებმა და იმ ხალხებმა ვისაც ეს ფუფუნება და ბედნიერება არ აქვს. ნუ აღარ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს რომ ნინო შემოდის საქართველოში, ახლა ჩვენ ზეიმო ზუსტად ამ წმინდა ნინოს შემოსვლას საქართველოში და ნინომ ძალიან რთული გზა გამოიარა მის თვალწინ დახოცეს ის ახალგაზრდა ღრმა გოგოები, რომლებიც ანუ მათთან ერთად მოდიოდნენ, მსგავსი ჩვენ 50 ქალწული იყო და ვიცით რიფსი მე გაიანე, აი ეს სომხეთის მეფეს უნდა და თრდატ მეფეს უნდა და ცოლად შეერთვა ერთ-ერთი სამი თვალწლები გაიანე იყო და რა თქმა უნდა უარი რომ მიიღო ამ შემთხვევაში ის მოაკვლევინა. და ესეთი ბევრი წმინდანები არიან მარტვილნი, რომლებიც ანუ ქრისტეს სახელის გამო და ზოგადად აი ქრისტეს გამო ეწამნენ. ნინო შემოდის და იწყება ქართლის მოქცევა. თუმცა ჩვენ იმაზე ვსაუბრობდით წინაზე, რომ საქართველოში შეიმჩნეოდა კანიბალიზმი, ანუ კეთაყვანისმცემლები ვიყავით და ფიზიკურად ანუ ვერ ვიღებდით. ქართველი ხალხი დღესაც ესეა. რაღაცა ისეთი მოუდრეკელი ერი ვარ ჩვენ, რომ რაღაცა კანონებში ვერ ვჯდებით, რაღაცა ვერ თავსდებით. და წმინდა მოციქულმა ანდრიამ რო იქადაგა, რა თქმა უნდა გახრისტია მთელი ზღვისპირეთი, მაგრამ ვერ მოიკიდა ფეხი გაუჭირდა რამე თუ ჩვენთან ძალიან დიდი რაოდენობით იყო კეთაყვანისმცემლობა და ძალიან ბევრი ნიშები გვაქვს ამისი და ძალიან ბევრი ფრაგმენტებია რომ ძალიან დიდი კეთაყვანისმცემლები ვიყავით და ალბათ ნათქვამიც მაქვს რომ თითის კი მოაჭამეს მოციქულს, ხო, ანუ კანიბალიზმი იყო ესეთი რაღაც ესეც იყო ჩვენში. ხო და აი მას უნდა ჩვენ სარწმუნოებას გაკეთილშობილება იმ ხრივ რომ ანდრია პირველწოდებული შემდგომ უკვე ადამიანმა დაიწყეს დავიწყება და უკვე შემოდის ანუ მაცხოვრის ნებითა და ყველა წმინდა ღვთისმშობლის ანუ კურთხევით წმინდა ნინო და მოხდა მასიური უკვე გაქრისტიანება ქართლისა და ჩვენ მე წაღანცა თქვი უბედნიერეს ხალხი დიდრები ვარ ძალიან რომ ჩვენ ყავს ასეთი დიდი საქართველოს მნათობნი და ფარველნი. და თუ მე აი მაგალითად კათოლიკური ეკლესია ამბობს რომ ჩვენ ვზივართ პეტრეს საფლავზე და ესეც არის ანუ პეტრემ მოაქცია და მე სიამაყით შემიძლია იგივე გიორგი მთაწმინდელის სიტყვები გავიარებ ჩვენ ვზივართ ანდრია პირველწოდებულის საფლავზე და ეს ორი იყვნენ ხორციელი ძმები და აქედან ანდრია იყო უფროსი, პეტრე იყო პატარა. თუ ეკლესიურად ვიღაც მაინც ხვდებით ან წაკითხული გაქვთ იერარქიას დიდი მნიშვნელობა აქვს დღემდე, როგორც ზეციურს, ასევე დედამიწაზე. ანუ პატარა ყოველთვის ემორჩილება უფროს ძმას. შესაბამისად ჩვენ ბევრად ამ შემთხვევაში
დიდება და მადლობა უფასო წინო. რაც შეეხება დღევანდელ ქადაგებას, იქნება 10 ქალწულისა, რაც სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ. 10 ქალწული, რომლებიც გვეუბნება სახარება 5 იყო ბრძენი, ხოლო 5-ს მოიხსენიებს სულელად. და ჩვენს დავწუნდებით ამაში, რატომ მოიხსენიება სულელად. და მინდა წინასწარ გითხრათ, რომ 10 ქალწული მაცხოვარმა გაყო 2 კატეგორიად, ანუ სულელი და ბრძენი, ანუ 5 კატეგორია, ესე ვთქვათ, 5 ქალწული ბრძენი და 5 სულელი. ანუ ადამიანების 2 კატეგორია, რომლებიც ორივე ტაძარში დადიან. ორივე კატეგორია, მაგრამ ხედავთ, რომ სულელი დარჩნენ ზეთის გარეშე, ზეთი ამ შემთხვევაში ალეგორიულად მადლს ნიშნავს და იმ სიკეთებს, რასაც ადამიანი აკეთებს, ხოლო ბრძენმა, ანუ მარტო კი არ მიიღნეს, არამედ სიძესაც შეყვნენ, ანუ ქორწილში, ანუ მაცხოვარს შეყვნენ სასუფეველში და დაიხშე კარგი. კარგი, მივუყვეთ, მოკლედ 10 ქალწული, რომელიც 5 ბრძენია, 5 სულელი და მიდიან, რომ სიძეს შეხვდნენ. ანუ ქორწილი სახარებაში ნიშნავს თვითონ აი ამას ბევრჯერ მithქვამს. ამ ტრაპეზს, აი ამ რასაც ჩვენ ვეზიარებ. იმიტომ რომ თვითონ მაცხოვარი სიძეა, სიძეს თვითონ დაიკლის და შესაბამისად წამოიღეს ლამპრები, იმიტომ რომ ხა ნახეთ, ლამპარი რა შუაშია, ზეთი სხვა ფორმითაც შეიძლება ხო დავუშვათ სხვა ფორმაში ეხსენებინა მაცხოვარს და იგავით როცა ლაპარაკობს მაცხოვარი ალეგორიული, ანუ ის რეალობა არის, რაც მე გასაგებ ენაზე გადმოაქვს ადამიანთათვის. ლამპარი ეს არის ჩვენ რო ვიცოდეთ, რომ დღესაც ხო ვიზახთ ხომ როდის იქნება მეორედ მოსვლა, ეს არავინ არ იცის. ამიტომ არის ჩვენ სახარებაში მუდმივად ვკითხულობთ, რომ იღვიძებდით რამე თუ არ იცი როდის მოვა ბატონი. იგივე მაცხოვარი, იგივე მეორედ მოსვლა როდის იქნება. ამიტომ ლამპარი ხო, რაც არ უნდა ესეთი დიდი ის კონდეს სათავსო, მაინც დაიშრიტება, როცა დრო დადგება, იმიტომ რომ არ ვიცი დრო და არ ვიცი ჯამი, როდის მოვა მაცხოვარი. შესაბამისად უკვე აქ სახარებაში გამოყოფილია, იმიტომ არის 5 ბრძენი და 5 სულელი. ნახეთ, მე თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მარტო აქ ბერ მონაზვნებზე არ არის და სასულიერო პირებზე, ყველაზეა ადამიანებზე, რომლებიც ანუ ტაძარში მსახურობენ. მე ვთქვი 2 კატეგორიაა. კატეგორია პირველი, რომელიც ანუ ბრძენი აღმოჩნდა რითი. მათ ეს ზეთი როგორც გითხრათ ალეგორიულად მადლს ნიშნავს, მათ დააგროვეს ძალიან ბევრი მადლი. მადლთან ერთად აკეთებდნენ ძალიან ბევრ სიკეთეს და მუდამ ღვიძარებაში იყვნენ. ანუ მათ არ მირულებიათ, ანუ არ დაძინებიათ. დაძინებაც შეიძლება ჩვენ ორ საკითხად განვიხილოთ. ერთი არის რომ ამაცხოვრებისეულ ფერხულში ჩაებდნენ და დაივიწყეს აბსოლუტურად და მეორეა გარდაცვალება. გარდაიცვალნენ და მეორედ მოსვლას ყველა წავდგება ღვთის წინაშე და ყველა აღდგება კი არა წმინდა მამები გვეუბნება რომ თევზებმა რო შეჭამოს ოკეანეში ადამიანი ისიც კი ბოლომდე შეისხავს ხორცს და ისე წავდგება ერთი ნაწილიც კი არ დააკლდებაო. ამიტომ ხშირად როცა მე ვსაუბრობ ხოლმე და მე ველაპარაკები თვითონ თქვენთაგანაც და თუნდაც სტიქაროსნებს ყოველი ჩემი სიტყვა თუ არ ვიცი დაკვირვებულები ხართ არის რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ნელთბილი ქრისტიანი არ არსებობს უნდა იყოს ქრისტიანი მხურვალე რასაც აკეთებ უნდა აკეთებდე გულით არ შეიძლება რაღაცა ზედაპირულად არ შეიძლება რაღაცა გააკეთო ვიღაცის დასანახად ანუ აი დავიმსგავსები ჩვენი ხუთ სულელ ქალწულს რომელმაც ეს მადლი ვერ მიიღეს და ვერ დაიტიეს შეიძლება ნახეთ მლოცველებიც იყვნენ, შეიძლება მარხველებიც იყვნენ, შეიძლება სიკეთესაც აკეთებდნენ, მაგრამ ანუ ეს სიკეთე, ეს მადლი არ გაიჩერეს, ვერ დაიტოვეს, ვერ დაიტიეს და შესაბამისად ანუ დარჩნენ ანუ აი სამეუფო კარის გარეთ. და ეუბნებიან ეს დააგვიანდა ანუ სიძესო და ეუბნებიან ეს ხუთი ქალწულის სულელები და ქალწულებიც რატომ არის მოყვანილი ხვდებით ალბათ ხო ვინც ნახეთ აქ იმაზე არ არის ლაპარაკი ჩვენ ყველა უნდა ხვდებოდო ვინც დაიმარხოს ქალწულებას ვინც აბსოლუტურად შეინახავს ერშიც კი როცა ცოლი ქმრის ერთგულია და ქმარი ცოლის და მრავალი ესეთ შეიძლება მაგალითი მოვიყვანოთ ჩვენ ამ შემთხვევაში და ხუთი ეუბნება რომ დაინახეს რომ ლამპრები იშრიტება ხრება და სიძე აგვიანებს რომ ცოტა გვეცითო თქვენი ლამპრიდანო ზეთიო რამ თუ ჩვენი ლამპრები დაიშრიტებიან და ეს ბრძენი ეუბნებია რომ წადითო და იყიდეთო იმიტომ რომ შეიძლება კიდევ დაყონდეს სიძე ვერ მოვიდეს და არც თქვენ გიყოთ არ ჩვენ და ამიტომ ისე რომ არ დავჭერთ და წავიდა ეს ხუთნი და იყიდეს ეს ხუთი ქალწულის კატეგორია რომლებიც წევანს გითხარით დადიოდნენ მადლიც ჰქონდათ ეზიარებოდნენ კიდეც მაგრამ რატომღაც მე მოხდა ისე რომ მირულებასა
ესე ვთქვათ, გავიდეთ აზრიდან, ან ბევრი სხვა შეიძლება კიდე მიზეზი იყოს ამის. ამიტომაც მოვიდა სიძე. ყველას დაეცინა, სხვათა შორის, აი წერია სახარებაში ყველას მიერულა და როგორც კიდე ორ საკითხად შეიძლება, ერთი არის რომ ამაცხოვრებისეულ სტრფიალში და სიტყვაში გაბნეული დრო და მეორე არის გარდავიცვლებით, ხო ახლა არავინ არ ვიცით როდის იქნება მეორე მოსვლა. ჩვენ დროს იქნება, მე იქნება ამას 21 საუკუნეა ელიან ადამიანების მოდგმა მეორე მოსვლა, იმიტომ რომ უფალმა უთხრა მე მოვალ, მაგრამ როდის ეგ არავინ არ იცის. და იყო ხმა საყვირისა რომ მოდის მეუფე, ანუ სიძე მომზანდება და ეს ხუთი ქალწული რა თქმა უნდა ადგილზე დახვდებიან თავისი ლამპრები, თავისი მადლით, სიკეთეები და ასე შემდეგ. შევა სიძე და დაიხშება კარები, შეყვებიან ეს ხუთი ბრძენი ქალწული. და აკაკუნებენ კარებზე ეს ხუთი სულელი, როგორც არიან მოხსენიებული უგუნურდი, რომ გაგვირე ჩვენო და უფალი ეუბნება რომ არ ვიცი თქვენ მიხართ რომ. ნახეთ, მე ხშირად გამიგია ვალდებული ვარ თქვა. შეიძლება ბევრს ეწყინოს, ბევრმა ქადაგება მოისმინოს და კიდეც გამლანძოს, მაგრამ ჩემი ვალდებულება პირდაპირ თქვა. ადამიანებმა დღეს, აი როგორც ძველ აღთქმაში სოდომ და გომორის დროს გამოგონილი ყავდა თავიანთი ღმერთი და ამ ღმერთს თემდნენ თაყვანს, აი სოდომის და გომორის, ისე დღეს ადამიანებმა გამოიგონეს თავიანთი ღმერთი. მე ჩემი ღმერთი მყავს, არ გაგიგიათ ესეთ სიტყვები? ძალიან ხშირად. მე უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ღმერთი, რომელიც შენ არაფერს არ თხოვს, არც იმას გიგზალავს, არც იმას გიგზალავს. ანუ და ყველაფერზე თანხმობა გაქვს, ეს უნდა მიხვდე რომ არ არის ღმერთი. ეს არის ბოროტი, რომელიც შენ ყველაფერზე ხელს გაწერინებს. და ამ შემთხვევაში, ნახეთ, ჩვენ მივდივართ სადამდე, რომ ადამიანებმა, რომლებმაც თვითონ გამოიგონეს ღმერთი, ადამიანები, რომლებიც სახში ხატებთან აბარებენ ახსარებას წარმოუდგენელი რაღაცები მესმის, იმიტომ რომ როგორ მეგონა მე, რომ რა ვიცი, ხალხი რო კითხო 21 საუკუნეში ცხოვრობს და რა მიღწევები გვაქვს, გონებრივი მიღწევები არა გვაქვს ჩვენ. ძალიან უჭერს ჩვენ გონებას და ამაზე არ გვინდა ჩვენ ეთქობა, რომ ყურადღება გავამახვილოთ, იმიტომ რომ როგორ რასვი ახსარება ჩააბარო ხატს. ანუ ჩვენ გამოდის რომ მოდაში ყოფილა ჩავგვიცვი ეს კაბელი და დავდივართ ესე და სხვა მეტი საქმე არ ქონია. ამიტომ არის რომ სათა სასופველი ბევრისთვის ღია ვერ იქნება. ეს ჩემი მოგონილი ამბავი არ არის. და მაცხოვარი ეუბნება რომ არ გიცნობთ მე თქვენ და იცით რამდენს ეტყვის ამ სიტყვის მაცხოვარი, როცა დრო დადგება, როცა მოვა თავისი დიდებით ძალიან ბევრს და ამაზე პასუხი არ გვექნება ჩვენ, იმიტომ რომ ვერ გავიმართლებთ თავს. როცა აი ხა ნახეთ მარტივიდან დავიწყო, აღარ გავართულებ, როცა ეკლესიის ზარები ირეკება და ნახეთ სიძე მოვიდა ამ შემთხვევაში. დღევანდელი სახარებისეული თხრობიდან ეს არის ზუსტად. კარები გაიღო და შედის და უნდა შეგვიყოლოს ყველა, რომ ჩვენ ვეზიაროთ, ანუ ჩვენ რომ განგვრთოვდეთ, ანუ ჩვენში რომ შემოვიდეს ქრისტე და ამ დროს შენ აბსოლუტურად სახში ხარ, სადახარ არ აქვს მნიშვნელობა, არ გაინტერესებს, იმიტომ რომ ზარების დაირეკა სამეუფო შეგატყობინა რომ ეს მაცხოვარი შედის შიგნით სიძე უნდა დაიკლას თან, ამისთვისაც ემზადება, იმიტომ რომ მისი ხორცი მოგეცემა თვითონ ჩვენთანაც საზიარებ და წმინდა სისხლი და ამ დროს შენ არ მოდიხარ, რა თქმა უნდა რომ დააკაკუნებ, გეტყვის არ ვიცი ვინახარ შენ. რამე თუ შენთვის თუ იყლებოდა და შენთვის სულ ერთი იყო, ის სისხლი წმინდა და რომელიც დაათხია და ის ხორცი რომელიც განტეხა და გაძლევს და შენ ეს არ გინდა, რა თქმა უნდა, იქაც ვერ გექნება შენდობა და ყველას ეს პასუხი გაეცემა. არ ვიცი ვინ ხარ შენ. მერე ანუ მე მოძღვარი ვარ და მე ჩემს სიმაღლეზე უნდა ვიდგე და მე ეს უნდა თქვა. მაგრამ ვიღაცას თუ არ მოეწონება ურჩევ, ზაფხულია, ცივი წყალი ბევრია და ასე რომ გაიგრილოს გული, მაგრამ თუ გონიერია ადამიანი და თუ უნდა სული ცხონება, წყენას თავს დაანებებს და მიხვდება იმას, რომ ვიდრე დროა, ვიდო ხანდელ დღე იქნება თუ არ იქნება, ჩვენ არ ვიცით, ხო? გამოასწოროს თავისი ცხოვრების წესი და მთელი სიყვარული და მთელი შეგნებით შეუდგეს ქრისტეს. დღევანდელ სახარებაში კიდე რა გვინდა ჩვენ თქვათ, ჩვენ თქვით ლამპარი, ხო? ლამპარი მთელი ცხოვრებაა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ჩვენ გზას გვინათებს ჩვენი სინდისი. არ არის ესე? ჩვენი პატიოსნება ზოგ ადამიანებს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უნდა გქონდეს შეგრძნება, რომ არ დავკარგოთ ჩვენი აღქმა ადამიანობისა. თვითონ ჩვენთაგანი უნდა ატარებდეს არა მარტო გულში, არამედ ვიზუალურად, ანუ იმ
სიამაყეს, ოღონდ სიამაყეს იმის კი არა, რასაც ჩვენ ვებძვით. არა, რომ შენ ხარ პატიოსა, რომ შენ ხარ შვილების მოყვარული დედა, შენი ქმრის როგორიც არ უნდა იყოს, დღეს ქალები 24 საათი წუწუნებენ თავიანთ ქმრებზე, შენი ქმრის როგორიც მოგცა ღმერთმა, მისი ერთგული უნდა იყო. შენი მშობლების მადლიერი უნდა იყო, რომ შენ გაგაჩინეს და ასე შემდეგ და უფლის რაც ყველაზე მთავარია მადლიერი უნდა იყო. და ეს არის ცხოვრებისეული ლამპარი, რომელიც ანთია, შენ ნუ ჩააქრო მოიმარაგე ეს ზეთი, ანუ ეს მადლი, ეს სიკეთეები, ეს სიყვარული, რომელიც უხვად მოედინება იმ სამარიტელი დედაკაცის არყოს ხოსო მომეცინე წყალი რომ აღარ მოვიდე აქო. გესმით? აი სხვა წყალს თავაზობს მაცხოვარი, ცხონების წყალს თავაზობს და აღარ მოგწყურდებაო და ჩვენ ეს წყალი გვეძლება ძალიან ყოველკვირა, კვირაში ორჯერ, რა ვიცი, რამდენჯერ არის საღვთო ლიტურგია და არ უნდათ ეს წყალი. მაცივრის წყალი ურჩევნიათ, კოკა-კოლა ურჩევნიათ, გამაგრილებელი სასმელები ურჩევნიათ, გართობა ურჩევნიათ, სულის წარწმენა ურჩევნიათ ამ შემთხვევაში და არა, ესე ვთქვათ, ქრისტესთან ყოფობა. ღვაწლის გარეშე არაფერი იქნება. ღვაწლი ეს არის ყველაზე მთავარი. ავი თქვენ როგორ გონიათ, მაცხოვარს მოეწონა სახეზე თომაც, მათეც, პეტრეს და დაუძახა, მოდით როგორც მიავიჩი ეს ტვინაღძობები? არა, ესე არა. ანუ მაცხოვარმა გამოირჩია, გესმით? და მისცა უფლება, რომ მათ დაემტკიცებინათ, როგორი მისი მოწაფეები იქნებოდნენ და მათ დაამტკიცეს შეცდომებით, მაგრამ დაამტკიცეს. გესმით? როგორც ვერცხლი გამოიწვთობა ცეცხლში, ასე გამოიწვდნენ ისინი მაცხოვართან. ღვაწლის გარეშე არაფერი ყოფილა. პეტრე მოციქულსაც კი უწინასწარმეტყველა მაცხოვარმა უთხრა, პეტრეო, შენო ვიდრე ღრმა იყავ, როცა გინდა, როგორც გინდა დადიოდიო და როცა მოხუცდები ესე აღარ იქნებაო. შენი ნების გარეშე ჩაკიდებ ეხლას დაგანოდ იმ პატიმრობაზე და იმ წამებაზე უთხრა უწინასწარმეტყველა, რაც ელოდა და რაც ნებისმიერ მოციქულს ხვდა წილად. მათ იცოდნენ, რაზე მიდიოდნენ, მაგრამ მიდიოდნენ. იმიტომ რომ მათ გულში ყავდათ ქრისტე და არა ენაზე. მათ გულში ყოველდღე იშვებოდა და იზრდებოდა ქრისტე და არა როგორც ჩვენ ვიცით ხშირად ფარისევლები ვით, ანუ ჩვენი ბაგი ადიდებს ღმერთს და გული აბსოლუტურად განშორებულია ღვთისგან. ამიტომ არის რომ დღევანდელ სახარებად ნებისმიერ სახარებაში გვაქვს ძალიან დიდი ესე ვთქვათ სწავლების უნარი ვიცოდეთ ჩვენ რას თავაზობს ჩვენ დედა ეკლესიის სწავლება, რას თავაზობს თვითონ სახარებისეული სწავლება. იმიტომ რომ მე ჩემი ლამპარი არ უნდა დავშლიტო და თუ იშლიტება, ნახეთ, ვერავინ სიმეძე ვერ ვიქნები, ისევ მე უნდა წამოვდგე დაცემული, ისევ მე უნდა გავიმართო წელში ტკივა, ისევ მე უნდა გავიკუჭო ტკივილი, იმიტომ რომ ალბათ გაგიათ, ვერავინ ვერავის სამარეს ვერ ამოავსებს, ხო ესია, ყველას თავისი წილი მიწის ნაგლეჯია, ყველას თავისი. ვერავინ ვერავის გამო ვერც პასუხს აგებს სოდებზე და ვერც მით უმეტეს სამარეში ვერ ჩაწვება, ყველას ჩვენი გვაქვს. ყველას თავისი ზომა ეთხრება ის სამარი. ამიტომ არის რომ ჩვენ ვეცადოთ ეს ლამპარი ცხოვრებისეული არ დავშლიდოთ პირიქით. რაც არ უნდა გაჭირვებული იყოს ადამიანი, ითხოვე და მოგეცემა. რას ბზადებს უფალი? მოდითო ჩემთან ყოველი მაშვრალი და ტვიხძიმენ და მე განგისვენებ თქვენო. ჩვენ სად გავივართ? აიმე დედა როგორ მიჭირს და დედარეს არ ამაგ და ანუ უფლის გარდა ყველა და ყველაფერი გვახსოვს. და თუ უფალს მივაკითხე და ერთხელ ვილოცე და დაუშვათ შეყოვდა სიტყვით ვიძახი და რაღაც არ აგვისრულდა, ხო? იმ წუთში გამზადებულია ის რა ქვია განცხადება, უფალი ჩვენა გვისმენს, მაგრამ ჩვენ თუ უსმენთ მას, ის კი გვისმენს. ამიტომ არის რომ დღევანდელ დღეს საოცარი რამოდენიმე სახარება იყო სხვათა შორის დღეს და სახარება წავიკითხეთ, რომ საოცარი უნარი აქვს სახარების სიღრმეებში წვდომას, თუ ჩაწვდები ადამიანი, შენი ცხოვრების წესი აბსოლუტურად იცვლება, იმიტომ რომ ხვდები, რომ ამ ქვეყანაზე სტუმარი ხარ, ქირას იხდი, ისეც კი არა ხარ მოსული, ქირას იხდი და კარგი ბევრი გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი მე. ხო და ჩემო ძვირფასებო ხა კითხვა ესე შეიძლება დაისვას რომ თუ აქაც დგმურად ვარ და სტუმარი ვარ საუკუნო სასუფეველს თუ ვერ დავიმკვიდრე სადღაც ავიდე ხო? ამიტომ ჯობია რომ აქ ქირა ვიხადოთ, მაგრამ ამერიკაში და უცხოეთში კი არ ვეძებოთ მოქალაქეობა და ხალხი რა ვიცი ვენებს იხსნის ხო? ცათა სასუფეველის მოქალაქეობაზე ვიფიქროთ, როგორ დავიმკვიდროთ ჩვენი ის და
ვიყოთ ჩვენ არა ის სულელნი, რომლებიც ნახსენები, არამედ ბრძენნი. ჩვენ სახარებაში ბევრი მაგალითი გვაქვს თუ როგორები უნდა ვიყოთ ადამიანები, უფალმა დაგვილოცოთ და